რაღაცა აი განსხვავებულ ბოროტებასთან გვაქვს მართლა საქმე. ჩვენ ყოველ დღე ჩვენი ხელებით ვქნით ისტორიას. გიფიქრია თუ არა რომ შეიძლება დაგაკავო. ეს ტკივილი არის რომ აი შენმა შვილმა არ ინერვიულოს. ჩემთვის ღირებულებები იმდანად მნიშვნელოვანია. Facebook-ზე ყველა წერს რომ ივანიშვილი გაიქცა. ყველაზე დიდი იმედგაცრუება თუ ვინმეში დამემართა ეს არის მე მაგ ერთი ძალიან ცუდი თვისება მიშა სააკაშვილმა დამირეკა ეს ხდება 99-ში როგორ იყო მოყევი შენ ისე სხვანაირი ეკა გინდოდა ამ მოლზე ღიღილოები იშლებოდა დილაობით ცვრიანი ყველაზე ჯადოსნური მოგონება ჩემი ბავშვობიდან და ყველაზე ჯადოსნური ხმა აი იმერული ესკიზებიც მოვისმინეთ საბანს ხო ვერ მოვიტანდი იცი როგორ ქვემოთ ჩითირო იყო და ზემოთ ატლასი ბებო ეს შენი საბნები ესე მითხრა და მისმინე ეს არხი ჩემთვის იყო გადარჩენის საშუალება ყველაზე გულისამაჩუყებელი იყო 5-10 ვარს რო რიცხავდნენ კი ბებლაპარაკო აღიარებ თქვენ უყურებთ YouTube არხ მისმინეს ეს არის გადაცემა ვიკასთან აქვე უნდა გთხოვოთ რომ გამოგვიწეროთ, დაგვიკომენტაროთ, გვიპოვოთ Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, ყველგან ვართ, სადაც კი შეიძლება რომ ვიყოთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი კი არის ეკა კვესიტაძე, რომელიც მინდა რომ იყოს ძალიან მინდა რომ იყოს განსხვავებული ამ გადაცემის ფორმატში. ანუ ისეთი ეკა მინდა მოვისმინე, რომელიც აქამდე არავის მოусმენია. ეკა როგორ ხარ? ეს რთული კითხვა. რაღაც ამოიხვეში. ერთმანეთს ვეკითხებით ხოლმე რუსთაველზე როგორ ხარ და მე გვეცინება ყველას. და მე ეს ხნეშის ხმები გესმის ხოლმე. და მე პასუხი. მე ვამბობთ რომ კარგად. ხო, ეს ფოტოშორის ძალიან კი, მაგრამ ეს არის რუსთაველზე შეკრებილი ხალხის ერთმანეთთან მისალმების, ასე ვთქვათ, სტილი. სხვათა შორის მე სულ ვამბობ, რომ ნიჰილიზმი არ უნდა გადასდოს სხვას. მით უმეტეს ახლა ესეთ კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც ვარ და აი როგორც ვირუსი არ უნდა გადასდოს სხვას, ისე არ უნდა გადასდოს შენი ცუდი განწყობა. ბრძოლას აზიანებს მე თანხმები მგონი შენ. კი, ანუ ნიჰილიზმი არის პირველი მტერი ბრძოლისაც და თითოეული ადამიანისთვის და ამიტომ თუ ვერ საკუთარ ნიჰილიზმს, მაშინ მას მაინც ნუკავავრცელებთ, იმიტომ რომ ეხლა ყველაზე დიდი მოკავშირე არის ამ რეჟიმისთვის აპათია, ნიჰილიზმი, მაინც არაფერი არ გამოვა, ტყუილად ცდილობთ, ისა, ასე რომ აბსოლუტურად გეთანხმები. თუმცა იმ ადამიანების ალბათ გესმის ხო, ვისაც აქვს ასეთი განწყობა, იმიტომ რომ სხვათა შორის აი ესეც ძალიან ბევრს კამათობენ ამაზე Facebook-ზე რა, რომ აი და ადამიანებს სად უნდა იყვნენ, რუსთაველის გამზირზე უნდა იყვნენ, თუ გასართობად უნდა იყვნენ, თუ აქვთ უფლება რომ რაღაც პარალელური ცხოვრება ქონდეთ, მოკლედ ეს არის რაღაც დაუსრულებელი კამათის თემა. საერთოდ უაზრობაა მაგაზე კამათი, თუ ადამიანი იბრძვის და თავის გასაკეთებელს აკეთებს, თავის სამოქალაქო ფუნქციას ასრულებს, ხო? ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, ვიღაცა შეიძლება ჭირდება გართობა იმისათვის, რომ ძალა მოიკრიფოს, ვიღაცა შეიძლება არ შეუძლია გართობა ასეთ სიტუაციაში, ვიღაცა მარტო ამ პროტესტზე არის ორიენტირებული, ვიღაცას ჭირდება განიავება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალები მოიკრიფოს, ასე რომ თავარი ადამიანი იბრძოდეს რა მნიშვნელობა აქვს ის და იბრძოდეს და ბრძოლის უნარიანი იყოს და არ ჩავარდეს აპათიაში და აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ის როგორ ახერხებს ამას. და საერთოდ სისულელებზე კამათი არის ყველაზე დიდი სისულელე, ანუ მე რასაც ხედავ, აი ენერგია იხარჯება უაზრო კამათში, აბსოლუტურად მეორეხარისხოვან თემებზე კამათში და ეს ენერგია და ემოცია უნდა დავზოგოთ, იმიტომ რომ აი მე მართლა ამ დაზოგვის რეჟიმზე გადავედი, ხანდახან ძალიან რომ ვბრაზდები, ადრეც მithქვამს რომ ვამბობ რომ არა, ეხა ამაზე არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ამაში მეხარჯება ძალიან ბევრი ენერგია და ყურადღებას ცუდად ხდები, ამ ჯობია რომ ეს ენერგია მოვახმარო იმ საქმეს, რასაც
ვაკეთებ, კი გვაქვს, ეხლა მეც მქონდა მაგალითად აი კვირას ვახოსანაია რომ დაიჭირეს ჟურნალისტების დაჭერა რომ დაიწყეს, აი გუშინ უმძიმესი დღე იყო ადამიანებს, აი ზუსტად ისე იპარავდნენ რუსთაველიდან, როგორც რუსი ოკუპანტები ოკუპაციის საზღვართან იპარავენ ჩვენს მოქალაქეებს, აი ასე მიყავდათ მართლა აი ზუსტად რუსის ჯარისკაცებივით იპარავენ დღევანდელი პოლიციელები პროტესტის მონაწილეებს. გუშინ შენც იქ იყავი და ნახე როგორ არაფრის გამო დაიჭირეს ადამიანები, ვაჟა გაფრინდაშვილიდან დაწყებული ლიკა ბასილაიად დამთავრებული, რომლებიც უბრალოდ იდგნენ ტროტუარზე და ლაპარაკობდნენ, მოუწოდებდნენ პოლიციელებს, აი ეს გაბეშებული მართლა რუსი ოკუპანტების მსგავსი ქცევით ან უარესიც, აი ესე შემორბოდნენ ამ ხალხში და აი ადამიანებს ასე იტაცებდნენ. როგორ ვიჭიდავე ლიკა ბასილაიასთვის, აი როგორ და ამაცალეს მაინც ხელიდან, აი 5 წუთი ვეჯაჯგურებოდით პოლიციელებს, მაგრამ ნუ ყოველთვის ასე სრულდება, როცა მათ ვინმეს დაკავება უნდათ, ამას აკეთებენ. მეც ლამის დამაკავეს და მესმოდა საუბარი, რომ ეს 4 შვილიანი არისო, მცირეწლოვანი ბავშვები ყავს, აზრი არ აქვს ამის დაჭერას. აი ესე უყურებენ, ასე აღიქვამენ პროტესტის მონაწილეებს. ის კი არა რომ შენ დამნაშაული ჩაიდინე, დამნაშავე ხარ, არ ხარ დამნაშავე, უბრალოდ მცირეწლოვანის დედა ხარ და აზრი არ აქვს რა, იციან რომ მე არ და აი ის რაღაცა საზარელი ფრაზა ქალმა პროკურორმა რო თქვა ქეთაციცკიშვილზე, რომ ეხლა აი რამდენიმე დღის წინო ბავშვი გახდა 12 წლისა და უკვე შეგვიძლია დავაკავოთ. ანუ რაღაცა აი განსხეულებულ ბოროტებასთან გვაქვს მართლა საქმე, აი მართლა ეხლა სხვადასხვა აი ეგ რო იცოდე, ეგ ფრაზა ქეთაციცკიშვილს რაც უთხრეს, ზუსტად იყო რაღაცა შექმნა ეტყობა პატერნი, ეს მოისმინეს იმ პოლიციელებმა, რომ თურმე მცირეწლოვანის დედის დაკავებას აზრი არ აქვს. არა, მაგრამ აი გუშინ თუ გახდა ბავშვი 12 წლის, აი მაშინ უნდა დააკავო და აი ლილეს მდგომარეობა, აი მარიამის შვილის მდგომარეობა, რომელიც ციხიდან გამოსულ მარიამს ჩაეხუტა და გულამოსკვნილი ტირო და მე აი ამაზე მძიმე კადრი, არაფერი არ მინახავს და იცი რა არის, აი როცა დედა ხარ კიდე განსაკუთრებით განიცდი, ხო ჩემი შვილები უკვე გაიზარდნენ და პოლიტიკო ამ საპროტესტო მოძრაობებშიც ჩართულები არიან და ეხლა კიდე შემიძლია მათთან ლაპარაკი. იცი რა მახსოვს? უკვე ეს ხო ძალიან დიდი ხანი გრძელდება რუსთავი 2-ის წართმევიდან მოყოლებული, ჩვენ აქციებზე ვიდექით. პატარები რო იყვნენ, ახლა მითხრა ლიზამ, რომ აი ტელეფონს რო არიღებდიო, ისე გვეშინოდაო, რომ რამე არ დაგმართნოდაო, რომ მე და ანდრია ლოცვას ვიწყებდითო. აი ეს რომ ახსენდება, აი ცუდად ხვდები და მე რომ ვიცი რას ნიშნავს და ყველაზე დიდი ტკივილი რა არის და ეს ტკივილი არის რომ აი შენმა შვილმა არ ინერვიულოს, შენმა მცირეწლოვანმა შვილმა აი ამ ბავშვებს რო ვუყურებ, რომლებიც დედასთან მოშორებას ასე კაი, ხო 6 წლის ბავშვს ვლაპარაკობთ, ხო, რომელიც აი გულამოსკვნელი ტირო და აი ქეთაშვილის მდგომარეობა, ლილეს მდგომარეობა, ხო? რაც არ უნდა გაცნობიერებული ქონდეთ ბავშვებს, რომ შეიძლება ამ ბრძოლაში მათი დედები და მამები დაიჭირონ და განსაკუთრებით დედები, ხო? აი ეს არის რაღაცა წარმოუდგენლად მძიმე ტრავმა მათთვის და აი რაღაც აი მართლა განსხეულებულ ბოროტებასთან გვაქვს საქმე. აი მსოფლიო ისტორია სხვადასხვანაირი ტიპის რეჟიმებს იცავს, მაგრამ აი ესეთი ენდემური ავტორიტარიზმი, რომელიც აი ამ სიშლეგესთან, აი ამ ბოროტებასთან არის გადაზელილი, აი მე მართლა ძნელად შემიძლია წარმოვიდგინო და მაგრამ იცი რა არის ვიკა? აი ხანდახან მგონია რომ რაღაცა თვალსაზრისით, რაღაცა პრივილეგირებულები ვართო, იმიტომ რომ ზოგჯერ ცხოვრება გადის, ისტორია მიდის ჩვენს მიღმა და არაფერი არ ხდება ისეთი მნიშვნელოვანი. კი, ძალიან უმძიმესი პერიოდია და ეს პერიოდი გრძელდება ძალიან დიდი ხანია და უკვე 1 წელია განსაკუთრებით ძიმია ყოველი დღე, მაგრამ ამას რაღაცა ტიპის რომანტიკა ახლავს. პირადად ჩემთვის და ეს რაღაცნაირად მშველის, როცა ამაზე ვფიქრობ, რომ აი რაღაცა ჩვენ ყოველ დღე ჩვენი ხელებით ვქნით ისტორიას და როგორი იქნება ეს ისტორია არის აბსოლუტურად ჩვენზე დამოკიდებული. და გვაქვს
მაქვს ეს პრივილეგია, რომ ვუყუროთ ადამიანებს, მათ შორის რუსთაველზე, რომლებსაც ერთი დღე არ ჩაუგდიათ. მე ვიცი ადამიანები, რომლებსაც ერთი დღე არ ჩაუგდიათ. მოხუცი ქალები, უკარგესი, ულამაზესი ქალები, 85, 86, 87 წლის ქალები, რომლებიც ყოველ დღე იქ დადიან. და ერთმა მითხრა, რომ ეხა მზადავარო, რომ გადავიდე ქუჩაზე და იქ დავდგე, რომ მეც დამიჭირონო და აი როცა ვუყურებთ იმ თავგანწირვის მაგალითებს. აი ეს თავგანწირვის მაგალითები უკვე რაღაცა შორეული კი არ არის, რომელიც სადღაც ისტორიაში მოხდა, არამედ ჩვენ თვალწინ ხდება და ამას აქვს უდიდესი რომანტიზმი. და აუცილებელია, რომ ეს რომანტიზმი შეიგრძნოს ყველა ადამიანმა, რომ რა პრივილეგიაა აი ასეთ ადამიანებთან ერთად ბრძოლა. იმიტომ რომ ძალიან ბევრს უყვირს, აი ხა ივანიშვილის ცნობილი ფრაზა რო გავიხსენოთ, რომ აი ახეთქებენ ამ თავს ამ კედელს და ვერაფერს ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ განსაკუთრებით აი ბოლო პერიოდი, ანუ ვერ გამოვყოფ, მაგრამ რაც ამ ადამიანების მასობრივად დაჭერა დაიწყეს, ხო, აი საერთოდ ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობ. გარდა პროტესტისა, გარდა იმისა, რომ აი რა შემიძლია ვიღაცას გავუკეთო, რა შემიძლია პროტესტისთვის გავაკეთო, რა შემიძლია ქვეყნისთვის გავაკეთო და ამას აქვს, აი მართლა სხვა ტიპის სიხარული მოაქვს, ძალიან სასაცილო გახდა მართლა ამ გადმოსახედიდან ის სიხარულები, რომელიც ადრე გვქონდა, იმიტომ რომ ეხლა ამ სიხარულს არაფერი არ შეედრება და მართლა პრივილეგია არის ჩვენი, რომ რაღაცა ჩვენ ვართ თანაზიარი ამ ძალიან დიდი ისტორიული პროცესის და ამ პროცესისგან მოგვრილი ტკივილის, მაგრამ ამავდროულად დიდი სიხარულის და ბედნიერების. ეკა შენ ახსენე შვილები და ერთ-ერთი ეპიზოდი მათი ცხოვრებიდან, როცა შენ ტელეფონს არიღებდი, ისინი იწყებდნენ ლოცვას, ეს იქნება ალბათ რაღაც მეხსიერების ნაწილი უკვე შენი შვილების. იმიტომ რომ მე რო ვუთხარი ყველაზე ტრამვული რა იყო. ხო, და შენი ბავშვობიდან ერთი კადრი, რომელიც განსაკუთრებით გახსოვს ახლა რა არის? ესე იგი, ბავშვობის ძალიან დიდი ნაწილი მაქვს, არ დადაგების, მაქვს გატარებული სოფელში. იმერეთის ძალიან პატარა სოფელში, რომელიც იყო პირდაპირ ტყის პირას. და ჩვენი ძალიან ახლო ნათესავი ქალი, რომელიც იყო გაუთხოვარი და რომელიც იყო ჩვენი ოჯახის წევრი, ამ ქალს ჰქონდა ძალიან ლამაზი სახლი, თეთრ შუშაბანდებიანი ულამაზესი სახლი. და ამ სახლის წინ იყო მწვანე მოლი. და მე რა მახსოვს იცი და ეხლა ძალიან ხშირად მოდის ეს მოგონება. ამ მოლზე ღიღილოები იშლებოდა დილაობით, ცვრიანი და მე იკეცებოდა, როგორც კი მზე გამოვიდოდა. აი ეს ღიღილოები მახსოვს სულ, მახსოვს აი მოლზე რო ვიყავი წამოწოლილი, ალვის ხეები გვედგა ეზოში და ალვის ხეების შრიალი, რაღაცა სხვა არის, არ ვიცი, ან შეიძლება მე დამამახსოვრდა და ამ ალვის ხეების შრიალთან შერწყმული ბებიაჩემის საკერავი მანქანის ხმა. ეს არის ყველაზე ჯადოსნური მოგონება ჩემი ბავშვობიდან და ყველაზე ჯადოსნური ხმა. აი, იმერული ესკიზებიც მოვისმინეთ, ფანტასტიკური და ზოგადად შენს ბავშვობაზე რას გვეტყვი? ხო, ჩემ ბავშვობა 90-იანების ბავშვი ხარ. აი, ღიღილოების და ალვის ხეების გარდა ავტომატის ხმებიც გესმოდა ალბათ. იცი, მე მაგალითად ერთს გეტყვი, რომ რაღაცნაირად ერთგვარი სულ ვფიქრობ, რომ ყველას გვაქვს ეს ბავშვური ტრავმა, გაანალიზებული გვაქვს თუ არა, ეს ასეა და სულ მაშაყირებენ ჩემი მეგობრები, მიყვარს მაღალზე ჩავრთავ ხოლმე გათბობას, აი რაღაც სიცივის ფობია მაქვს და მე ვხვდები, რომ ეს არის 90-იანი წლების ტრავმა. ჩვენ მქონდა სახლის პალტო. სახლის პალტო მეც მქონდა და სოფელსაც ისე მახსოვს პალტო მახსოვს და რაღაცა სიცივეში რო ვიჯექი და რომ მეცადინეობდი აბიტურიენტობისთვის და იცი რა მახსოვს ყველაზე მწარე სახლის შუბაც მქონდა, აი შუბა ბეწვი, აი შუბა მართლა, აი სახლის შუბა ფოტოებიც მაქვს, მე სოფო და ჩემი დეიდაშვილი ვსვამთ ჩაის და ყველას გვაცვია რაღაცა უზარმაზარი ქურთუკები და პალტოები. ეს არის ყველაზე საცილო მოგონება. ნუ მაშინ ხო ეხა ეს ღუმელი, შეშის ღუმელი იყო ერთადერთი გადარჩენის საშუალება და გადასასვლელ ხიდს სამცხოვრობდი ნახალუკის ჩუღურეთში. დაახლოებით რაღაცა 2000-იანი წლების დასაწყისში 90-იანი წლების ბოლოს აღარ მახსოვს ზუსტად. და ნუ ეხა ეს რო ხარ შეშის ღუმელთან ბუნებრივია ბოლის უნია აგდის.
ჩვენი მშობლიური და უკვე სურნელი მუშაობა დაწყებული მაქვს და აი პირველად ჩემს ცხოვრებაში ავიხდინე ოცნება და ვიყიდე სუნამო. ოღონდ აი ეს კი არა რაღაცა ზემფლები რო იყო პატარა, რომელიც ალბათ არც იყო. ახლად გახსნილ ისი პარიში ვიყიდე სუნამო. და მივედი პარლამენტში მუშაობდი, პარლამენტში დავდიოდი ხოლმე. მაშინ და ჩემ მეგობრებს უთხარი ძალიან ამაყად. ახეთ როგორი სუნი აქვს ჩემს სუნამოს და თხას რა იცი რა ბოლის და ისეთი სიმწარე იყო. აი ეს ბოლის სუნი, ეს იყო ყველაზე დიდი სიმწარე, არა სასაცილო, მაგრამ ძალიან ბევრი ძიმე რაღაცეები მახსოვს. აი ეს წლები, აი ყველა კადრი რაღაცა ნაცრისფერი, ცივი, საშინელი, მამა ჩემი რომელმაც დაკარგა ყველაფერი და რაღაცა იყო საშინლად მოწყენილი იმის გამო, რომ ვეღარაფერს ოჯახს ვეღარ უკეთებდა, შვილებს ვეღარ ეხმარებოდა. აი ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი და ჩვენ კი ვცდილობთ რომ ეს რაღაცა მეხსიერებიდან გავდევნოთ ეს 90-იანი წლები, მაგრამ სულ უნდა გვახსოვდეს და სულ უნდა ვიცოდეთ, სად შეიძლება დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ რატომღაც ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ 2000-იანმა წლებმა მოიტანა ის გაუმჯობესება, ანუ სულ გახსოვს 21 საუკუნეში წყალი გვიკვირს, შუქი გვიკვირს, გზები გვიკვირს. 21 საუკუნე იყო 2003 წლამდე, როცა საერთოდ არაფერი არ იყო. რაღაცა ეს თითქოს 21 საუკუნე ბეზაციური მანანასავით დაგვაყარა ყველაფერი და კონკრეტული ადამიანების გარჯა არიდგა ამ ყველაფრის უკან. და ისე ყველაზე ტკბილად რა მახსოვს? მახსოვს მე 3 წელი ვსწავლობდი თბილისში, ბოლო 3 წელი მე-18 სკოლაში, რომელიც იყო ლიცეუმი და აი მართლა მე არ ვიცი მაშინ როგორ მოახერხა ჩვენმა დირექტორმა სპარტაკმა ასეთი ლიცეუმი შექმნა. ეს იყო აი მართლა 64 იმ ჯოჯოხეთში. მანამდე ვსწავლობდი ჭიათურაში და ბევრი არაფერი არ მახსოვს, ანუ რაღაცაეთ ყველაფერი მაინც აი ეს სკოლა, ჩემთვის მე-18 სკოლა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ძალიან ბევრი რამე გადაფარა. მაგრამ რაც მახსოვს ჭიათურიდან იყო ულამაზესი თოვლი იყო ხოლმე ყოველთვის, აი დიდი ფანტელებით თოვდა. აი ეს მახსოვს ყველაზე ტკბილად, ჩემი ძაღლი მახსოვს, ჩემ ძაღლთან ერთად თოვლში თამაში მახსოვს და მახსოვს ბიბლიოთეკა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა და სადაც აი სულ დავდიოდი და რაღაცა წიგნებს ვეძებდი და ეს ბიბლიოთეკის სუნი, მტვერი სუნი, ეხაც ჭიათურა ეხლა რა არის შენთვის? გიყვარს ხოლმე წარსულში დაბრუნება? არა, მას შემდეგ რაც მამაჩემი და მამიდა ჩემი დაიღუპა, აღარ ჩავსულა, აბსოლუტურად გაუცხოვდა ეს ქალაქი ჩემთვის. ეხლა აი ყველაფერი არის, ყველა მოგონება, ბავშვობა არის ჩემს სოფელთან დაკავშირებული. აი ტყის შრიალთან, ტყეში ჩემს სიარულთან, იქ სოკოების მოგროვებასთან. და იცხოვრებდი სოფელში? არა, ეხლა არა, ძალიან ურბანული გარემოს შვილი ვარ, მაგრამ აი რაღაც ეს მოგონებები თითქოს მამშვიდებს და აი ყველა ჩემი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონება უკავშირდება აი სოფელში გატარებულ დღეებს. ეკა, ამ ინტერვიუს ვწერთ, როცა ბევრი ჩვენი კოლეგა არის ციხეში, გიფიქრია თუ არა, რომ შეიძლება დაგაკავონ და რას აპირებ ამ შემთხვევაში? კი. აბსოლუტურად შეიძლება აბსოლუტურად მზად ვარ ამისთვის, უბრალოდ აი ყველაზე ძალიან მეშინია ისევ ბავშვების. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მე როგორ ვარ, იმიტომ რომ აი მახსოვს აი რუსთავიორიდან მოყოლებული სულ ეს სტრესი ქონდათ. აი მახსოვს ანდრეს თვალებში მიყურებდა როგორ ვარ, ხوار ნერვიულობ ძალიან. ლიზამ მითხრა რომ ძალიან ინერვიულებს. თან იქ ანუ ხო სწავლობს არ არის საქართველოში. აქვე მინდა დავაზუსტო რომ ორივე შვილმა დაფინანსება მოიგო. აუცილებლად ვისაუბრებთ ამაზე. ანუ იმიტომ რომ არ ეგონოს რომ ეხლა ისე კარგად ვარ რომ ერთი შვილი ამერიკაში სწავლობს, მეორე ბრიტანეთში, ორივე გაიმარჯვა ძალიან რთულ კონკურსში და ორივე მოიგო და ფინანსება. მალე სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეებს ბავშვებს არ ექნებათ, მაგრამ დაკავებაზე როცა ვსაუბრობთ, როცა ვამბობ, როცა მეუბნები რომ ამისთვის ხარ მზად, ანუ წარმოგიდგენია შენი თავი? საკვირველია, ყველას აქვს. ხა ჩვენ მივეჩვიეთ ჩვენი ძალიან ახლო მეგობრების თანამებრძოლების, უცნობი თანამებრძოლების დაკავებას, რომლებიც ჩვენთვის ისეთივე ძვირფასები არიან, როგორც ჩვენი პირადი მეგობრები. ანუ აბსოლუტურად ყველაფრისთვის
მისთვის მზად ვართ. და ელოდები რომ ვიღაცები მხარს არ დაგიჭერენ შენი მეგობრები, რომელიც არიან უკვე განსხვავებულ პოზიციაზე ან ჩუმად როგორ მოხდა ვიკა, მაგრამ მე არ მაქვს ესეთი მიდგომა. ანუ საკუთარი ოჯახის წევრის მიმართაც არ მაქვს ეთქო. ჩემთვის ღირებულებები იმდენად მნიშვნელოვანია, მას შემდეგ რაც ჩემი ცნობიერება ჩამოყალიბდა, რომ მე ადამიანს ვირჩევ ღირებულებებით. ანუ ჩემი ოჯახის უახლოეს წევრთან მაქვს მინიმუმამდე დაყვანილი ურთიერთობა რადიკალურად განსხვავებული ღირებულებების გამო და ხა მე არ მესმის ის არგუმენტი რომ აი ჩემი მეგობარია და აბა რა ვქნა ჩემი ბავშვობის მეგობარია და აბა რა ვქნა ჩემი ნათესავია და ანუ არ ვიცი როგორ მოხდა მაგრამ მეგობრებიც ისეთი მყავს სადაც რომელსაც შორისაც არავინ არ არის ისეთი რომელზედაც ვიტყვი რომ აი რა ვქნა მეგობარია მიყვარს და ვპატიობ. ანუ ყველა ერთი ღირებულების გარშემო ვართ გაერთიანებული. შეიძლება რაღაცა ტაქტიკური სხვაობა გქონია, გვიჩხუბია ძალიან ბევრ ამაზე, მაგრამ ღირებულებები საერთო გვაქვს, ხო? რაც ქმნის ჩვენს ადამიანობას, ჩვენს ღირსებას, ჩვენს ფუნქციას საზოგადოებაში. თუ ადამიანს ეს მორალური ღერძი არ აქვს, არ მიმეგობრია ესეთ ადამიანთან. და პირიქით რომ ხდეს, აი რომ წამოვიდნენ პროპაგანდისტები, აი მაგალითად მაგდა ანიკაშვილი, რომელიც ვიცი რომ არანაირი გადაკვეთა მასთან არ გაქვს, მაგრამ თქვას რომ მეც ვეღარ ვიმუშავებ იმედზე, შანტაჟს დაუკრავ, თუ უკვე გვიანია. არა, გვიანი ზოგადად არასდროს არ არის, მაგრამ ეხლა, ანუ ეს რო ყოფილიყო 2-3 წლის წინ, სანამ რაღაცა მოხდებოდა როცა რაღაცა კიდე შეიძლებოდა არგუმენტების მოძიება ან არსებობდა ესეთი არგუმენტები ხო მაგრამ ეხლა ეს არის ბოროტების ანუ ემსახურო ბოროტებას აი წმინდა სახის ბოროტებას და როცა შენ ამ ყველაფერს ემსახურები რა ვიცი როცა ეს ზღვარი გადაკვეთე მე აღარაფერზე აღარ ახარ უკან დამხევი. როდესაც შენ ამ ზღვარის გადაკვეთის შემდეგ ეს მორალური ღერძი გენგრევა, ღირსება გენგრევა, ადამიანობა გენგრევა, მერე იწყებ შენს მიერ შეთხსულ არგუმენტებში და სამყაროში ცხოვრებას. მერე ცდილობ რომ თავი დააჯერო რომ რაღაცა სწორად აკეთებ. არ ვიცი, არ გამომიცდი, ახლა მერთმა ნუ გამომაცდევინოს და დარწმუნებული ვარ, არც არასოდეს არ გამოვცდი, იმიტომ რომ ნუ უკვე 48 წლის ვარ და თუ რამე უნდა გამომეცადა აქამდე. მე ანუ ამიტომ არ მგონია რომ იქიდან საერთოდ ვინმე უკან დაიხიოს ან რამე ვინც წამოსასვლელი იყო ყველა წამოვიდა ეს ადამიანები არიან ეხლა განადგურებული ადამიანები ღირსება აყრილი შეურაცხყოფილი ადამიანები თავის იმიტომ რომ აი ასეთ სიბინძურეს აკეთებინებენ ასეთ ტყუილებს ხელს აწერინებენ ასეთ ბოროტებას ამსახურებენ შესაბამისად მათგან არანაირი მოლოდინი არ მაქვს და პროპაგანდა როგორ ფიქრობს რატომ უგებს ფაქტების ჟურნალისტიკას ძალიან ხშირად ხდება ეს აი რატო უჯერებენ ადამიანები მაინც მარტივად ძალიან აბსურდულ რაღაცებს ვიდრე ფაქტებს შენი აზრით რა იყო ყველაზე პოპულარული წიგნი როდესაც გამოიგონეს საბეჭდი წიგნის საბეჭდი დასგა რა შეიძლება და ყოფილიყო ხო პირველი კითხვა რა საკვირველია ბიბლია სახარება არა კუდიანებზე ნადირობის ბროშურები. იმიტომ რომ ადამიანებს, ანუ ეს ახალი ამბავი არ არის. ყოველთვის პროპაგანდა არის აგებული ძალიან მკაფიო ემოციებზე, ზიზღზე, სიძულვილზე, შიშზე. ამიტომ ეს ემოციები, ანუ ყოველთვის იცოდნენ რა მოქმედებდა ადამიანებზე. ადამიანების ინსტინქტები ერთია საუკუნეების განმავლობაში, ხო, შეიძლება ბევრი რამე ვისწავლეთ, მაგრამ ინსტინქტებად დარჩა. რატო ეძებენ ადამიანები კონსპირაციის თეორიებს, გარდა სხვა ბევრი ახსნისა, იმიტომ რომ საინტერესოა. ბანალურობა არ უნდათ ადამიანებს, უნდათ რომ აი რაღაცა ამოხსნან, გამოცანა ამოხსნან, ამით თავისი უპირატესობა იგრძნონ. ანუ პროპაგანდისტები არიან ისეთივე მთავარი დამნაშავეები და არამსხვერპლები, როგორც ზოგიერთი მიიჩნევს. არა, პროპაგანდა არის პროპაგანდის გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევს ერთ-ერთი ავტორიტარული მთავრობა, გამორიცხულია და ამიტომ იხარჯება ამდენი ფული პროპაგანდაში და ამიტომ არის მთავარი ღერძი ავტორიტარიზმის პროპაგანდა, ხო? იცი, აი მოდი რო ჩაატარო ესეთი ექსპერიმენტი რომ დაჯდეთ და ერთი კვირა მარტო იმედს უყურო.
აი არაფერს არ უყურო, სხვას არავის არ ეკონტაქტო, შეიძლება გამოხვიდე და რაღაცა ეჭვები გაგიჩნდეს. ნახე, ამიტომ იმედზე, ნახე თუ დაკვირვები ხარ, მარტო ის კი არა, რომ არავით, არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ მიუყვანიათ ან ლიდერი. განსხვავებულ აზრს, ოდნავ განსხვავებულ აზრს არ აჭაჭანებენ, იმიტომ რომ ის განსხვავებული აზრი რომ მოისმინოს მისმა მაყურებელმა, იმას აუცილებლად რაღაცა ეჭვის ჭია გაუჩნდება. აი ის ეჭვი შემდეგ მას მისცემს იმპულსს, რომ რაღაცა გამოიკვლიოს. ანუ ეჭვი არ უნდა გაუჩნდეს. მაგალითად ერთი ჩვენს ქუჩაზე არის ძალიან ღარიბული პატარა მაღაზია. და ამ გამყიდველ ქალს, რომელიც იქვე ცხოვრობს, ეზოდან გამოდის, გააღებს ამ თავის მაღაზიას სარდაფში. სულ აქ ჩართული იმედი და რა ვთქვა, ერთხელ გადართა მეთქი უთხარი და იცი რა ვაკო სერიალებს უყურებო. ესე, იმიტომ რომ იმ სერიალს შორის იქ ელოდება ერთ სერიალი დამთავრდება, მეორე სერიალი დამთავრდება, რაღაცა იმას ელოდება, რაღაცა შოუს ელოდება, ერთობა და ამ გართობაში მისი ტვინი ირეცხება ბოლომდე. ეხლა რაც ოცნებამ დაიწყო, შენ ისე სხვანაირი ეკა გინდოდა და ეხა პოლიტიკაზე ხო და ანუ მინდა რომ მალე გადაგიყვანოს ეს პროპაგანდა ეს არის რომ ეხა მათ დაისახეს ამათ და ამით მორჩები დაისახეს აი ძალიან რთული ამოცანა ქართული საზოგადოების ცნობიერების შეცვლა დასავლეთის მიმართ რომელიც არის ჩვენ გენეტიკურ კოდში და ილია ჭავჭავაძემ რაც შექმნა საერთო იდეოლოგია ქართველი ხალხის ცნობიერება პატრიოტიზმი ეს ყოველთვის იყო ეს ანტირუსული და ყოველთვის იყო პროდასავლური ეხლა ცდილობდნენ ეს გახდეს ანტიდასავლური. გიფიქრია როგორი იქნება საქართველოს კოცების გარეშე, რას გააკეთებდი? მე წიგნს დავწერე, მე წიგნის დაწერა დავიწყე. წყნარ საქართველოს. აი შვეიცარია რო გავხდეთ უცებ. ესე წყა. მე ყველაზე მეტად ეხლა რაც მინდა არის წიგნის დაწერა, რომ დავიწყე და ესე მიგდებული მაქვს. რაზე იქნება დოკუმენტური პროზა. ან 98 წელს დავიწყე მუშაობა. 21 წლის ვიყავი. და იმის შემდეგ ვარ მოვლენების შუაკულში. ერთვენიერ დღეს მიდიან კოცები. სხვადასხვა სულ წარმოვიდგენ, ეგ როგორ ხდება? მაგალითად წარმოვიდგენ, რომ მე მეტროში ვარ, მეტროდან ამოვდივარ და Facebook-ზე ყველა წერს, რომ ივანიშვილი გაიქცა. თავისუფლად შეიძლება ესეც მოხდეს. ანუ და აი მაგ დროს რას აკეთებ? ლეზინკას ცეკვავ შენ. მე სხვათა შორის თქვი რა თავისუფლების მოედანთან რომ ისინი არიან ვიღაცები რომ ცეკვავენ იმათთან ერთად შევქანდები. კი და შენ რას აკეთებ? არ ვიცი. ფრანგულად ვიმღერებ საჯაროდ. აუ მარტო ამიტომ მინდა ხალხო კოცები წავიდნენ კვესიტაციამდე ფრანგულად ვიმღერებ საჯაროდ. მოდი შენ სამსახურზე მომიყევი 7 დღეში დაიწყე სამსახური ხო როგორ იყო მოყევი და საერთოდ მაშინ ჟურნალისტიკის კეთება რას ნიშნავდა მე ვიყავი ძალიან არაპოლიტიკური ბავშვი არა ბავშვი მოზარდი აი მაგალითად თელი ჩემი დრო თავისუფალი ეთმობოდა წიგნების კითხვას რომელზეც სიგიჟემდე მიყვარდა თან ჩემი და მაშინ დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე სწავლობდა და თელი ეს ქონდა სია წიგნების და AMC-ასაც მიუყვებოდი მეთქი რამე ხო არ დამჭა და აი მაშინ მინდოდა კი ჟურნალისტიკაზე მინდოდა უფრო საერთაშორისო პოლიტიკა უფრო მაინტერესებდა სხვათა შორის ჟურნალისტიკაც მინდოდა მაგრამ ნუ ხო მაგრამ ეს არაპოლიტიკური ბავშვი როგორ მივიდა ჟურნალისტიკა ხო და ეხლა გეტყვი როგორ მივედი ჟურნალისტიკამდე სწავლობდი უნივერსიტეტში რომელიც იყო კატასტროფა და ნახე გვაქვს სახში უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა იმიტომ რომ ამაჩემა დაკარგა აბსოლუტურად ყველაფერი რაც ქონდა ძალიან მძიმე წლები ქონდა და მე არა მაქვს ინგლისურში მოსამზადებელი ფული, იმიტომ რომ სხვა საგნებში არ მჭირდებოდა მომზადება. სხვათა შორის ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი ვყავდა გია მურღულია, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა და ეხლა ის წარმოუდგენლად იმედგაცრუებული ვარ. ყველაზე დიდი იმედგაცრუება თუ ვინმეში დამემართა ეს არის გია მურღულია, რომელიც ჩემი საყვარელი მასწავლებელი იყო და მასწავლებელი მართლა კარგი იყო. და ინგლისურში მოვაგროვეთ ფული, რომ ერთი თვე მევლო მასწავლებელთან. ну ეხა ალბათ წარმოგიდგენია როგორც ბეჯითი ვიყავი ჩემს საზამთროვო საშინაო პალტოში ძალიან ბევრს მეცადინეობდი და მამაჩემს სიგიჟემდე უნდოდა რომ ყოფილიყავი საერთაშორისო კორესპონდენტი აი ძალიან უნდოდა ну საერთოდ რაღაცა წარმოუდგენელი იმედის თვალით მიყურებდა ეს სწავლა რომ დავიწყე მამა გვიტოვებდა ხოლმე
მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ ფულს და რომ ავიღე ეს გადასაფარებელი 5 ლარი იდო მარტო და მივხვდი რომ აი მუშაობა უნდა დამეწყო. სხვა გამოსავალი, ჩემი დასაწყალი რაღაც ქირურგი იყო და რაღაც კაპიკებს იღებდა და მივხვდი და მივედი 7 დღეში. იქ დამხვდა კობა ახალბედაშვილი, რედაქტორი, რომელთანაც დღემდე მეგობრობ, მიუხედავად იმისა, რომ აღარ არის საერთოდ ამ სფეროში და ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა, რომ ეს ადამიანი იყო ჩემი რედაქტორი და რომელმაც მასწავლა თუ რამე ვიცი ჟურნალისტიკაში, კობა მასწავლა და აი ძალიან მიყვარს დღემდე. ლიტერატურა რადგან მეტნაკლებად ჩემი ასაკისთვის საკმაოდ კარგად ვიცოდი, დავიწყე ლიტერატურაზე წერა, ამასობაში მომიხდა შებმა თამას წივწივაძესთან და ეს ისეთი ამბავი ატყდა ამის გარშემო, 2 წლიანი პასუხის ეკას და თამაზის პასუხი და ამან გამხდა უცებ პოპულარული აი ეს იყო ძალიან სასაცილო, მაგალითად მიშა სააკაშვილმა დამირეკა მაშინ რედაქციის ტელეფონზე და რომელ წელს? ეს ხდება 99-ში. და მიშა რა იყო მაშინ? მაშინ იყო კომიტეტის თავმჯდომარე და ვარსკვლავი მაშინდელი რეფორმული. ათლად ახალი არ იყო 95-ში ჩამოვიდა. და რა გითხრა მიშამ? ვითომ კარგი ნაცნობები ვიყავი და გამარჯვებოდ მიხა ფიშავარ სააკაშვილი და იმის შემდეგ გავიცანით და მერე იყო 24 საათი, მერე იყო რუსთავი 2 მერე იყო ისევ რუსთავი 2, მერე იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, მერე იყო ისევ რუსთავი 2. არა, ეხა დაასტოპებამდე გრო არ თქვა, არ შემიძლია და აი ამ ჩამონათვალში იყო შენი გადაცემა, რომელსაც ერქვა პოლიტიკური სამკუთხედი. მე და ნინო ჯაფიაშვილს მიყავდა. შენ და ნინო ჯაფიაშვილს მიყავდათ და იქ იყო ერთი პატარა, ერთი გოგო იყო, რომელიც გიხაზავდათ ხოლმე ციტატებს და ეს გოგო მე ვიყავი. ანუ და მეგონა რომ უმნიშვნელოვანესი იყო ეს ამბავი. სად იყო Google-ით ამბავი და ესე სულ გიხაზავდით ამას და მახსოვს არაჩვეულებრივად მახსოვს სხვათა შორის ეს მარკერი და აი ეს ციტატების მოხაზვა და თუ თქვენ ჩემ ციტატას გამოაცხადებდით, ანუ ეს იყო აი პრაქტიკულად CV-ში ჩასაწერი ამბავი იყო. ამიტომ კარგად მახსოვს ეგ. მერე იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, მერე გამომაგდა საზოგადოებრივი მაუწყებელი და მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან სასაცილო იყო, რომ მე მქონდა ერთადერთი გადაცემა დიდ მედიებში, დიდ ტელევიზიებში, რომელსაც მივიდა ივანიშვილი. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვიყავი მაშინ, იმიტომ რომ ესე თვლიდა, რომ მაშინ ობიექტური ჟურნალისტი ვიყავი და მოვიდა და ეხლა და სხვა შორის ეხლა რომ შევხედე იმ ინტერვიუს და როგორი პროდასავლერი ყოფილა ეს კაცი მაშინ ეხლანდელი თვალით რო შევხედეთ აი მაშინაც კი ვიცოდი ზუსტად რასთან მქონდა საქმე მაგრამ ნუ შედარებაც არ არის მასაც მაშინ ამბობდა და ნუ ეხლა რასაც ამბობს და მე რასაკვირველია ხელისუფლებო შეიცვალა მე აღარ ვიყავი უკვე ობიექტური მის თვალში და ყველაფერი გააკეთეს რომ წამოვსულიყავი ისე წამოვედი ეს იყო ყველაზე სასაცილო მომენტი რომ თამას ტყემალაძე იყო დანიშნული და მემალებოდა ერთხელ ტუალეტში დამემალა რო არ ვენახე მართლა თამასი და ისე გამომიშვას ისე რომ აი თამას ტყემალაძესთან მოკლედ შეხვედრა ვერ მოვახერხე ისე მემალებოდა და მისმინეს გარეშე არ ვიცი მართლა როგორ გადავიტანდი ამ პერიოდს არ ვიცი და ეს არის რავი ჩემი მესამე შვილი როგორ დაიწყო ეს ისტორია ხო აი იცი რა არის აი ძალიან დიდი ხანი მე ვიყავი ძალიან აქტიური მომხმარებელი YouTube-ის. აღონ ინგლისურენოვანი YouTube-ის, იმიტომ რომ დიდ თუ რაღაცის ანალიზი მინდოდა საერთაშორისო პოლიტიკაზე, სხვადასხვა მიმართულებით, ყველაფერს აი პოდკასტებით უსმენდი. ყოლდა საყვარელი პოდკასტები, რომელსაც აი ველოდებოდი, როდის გამოვიდოდა ახალი პოდკასტი, როდის დაიდებოდა და მაშინ მქონდა თავში, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. რაღაცა ამ მსგავსი. მე ეს ის პერიოდი გამიაქტიურდა განსაკუთრებით ეს ფიქრები, როცა მთავარის ამბავი დაიწყო და უკვე ხვდებოდი, რომ ყველაფერი მიდიოდა დახურვისკენ. და მე არ ვიცი, აი რაღაცა ინსტინქტი იყო, რომელსაც მიკარნახა, რომ თავარი ჯერ კიდე იყო, როცა დავიწყე მუშაობა ამაზე. უბრალოდ რაღაცები დაემთხვა ძალიან კარგად. ვიშოვე ერთი თვის ფული და ნახელება ყუბანეიშვილი.
ლევანი რო არ ყოფილიყო, ვერაფერს ვერ გავაკეთებდი, იმიტომ რომ არ ვიცი, მართლა ძალიან გამემართლა ცხოვრებაში, რომ ესეთ პარტნიორს შევხვდი, საქმეა პარტნიორს, იმიტომ რომ ლევანმა მითხრა, რომ მომწონ შენი იდეა, მე აგერ ტექნიკური ბაზა მაქვს და მოდი გავაკეთოთ ერთად. და აი წამომყვა რაღაც ავანტიურასავით იყო, იმიტომ რომ არ ვიცოდით დაფინანსება როგორ უნდა მოგვეპოვებინა, არ ვიცოდით არაფერი. უბრალოდ თქვი, რომ აი დავიწყოთ, აი ვიცოდი, რომ უნდა დაგვეწყო. ფიქრობდი, რომ აუცილებელი იყო რაღაცა ერთი პლატფორმა, რამდენიმე პოდკასტისთვის და მაშინ სხვა შორის ბევრი მეუბნებოდა რომ იცი რა YouTube არ არის ქართველებს არ უყვართ YouTube არ არიან YouTube-ის მომხმარებლები თან პოლიტიკური შინაარსისთვის არ არის მაინდა-მაინც კარგი იმიტომ რომ ასეთ შინაარს მომხმარებელი არ აყავს მაგრამ აღმოჩნდა რომ ფაქტობრივად 5 თვეში შევძელით და ყავს ახლა ძალიან აქტიური მაყურებელი, აი რაღაც ერთგული მაყურებელი. განსხვავებული ხარ, როდესაც YouTube-ის მაყურებელს ესაუბრებ. მიყვარს რაღაცა ჩარჩოებში ჩამჯდარი არაფორმალობა, რომელიც მაყურებელთან უფრო მეტ სიახლოვეს ბადებს. და ამიტომ ეხლა რო გითხარო, ეხლა ჩემთვის აი დრამატულად განსხვავებულია, არა, მაგრამ ვიღაცები ამბობენ, რომ ამ ფორმატში უფრო მოვწონ ვარ, არ ვიცი, თუ ესეა ძალიან მიხარია. მაგრამ ნუ ეს არხი ჩემთვის იყო გადარჩენის საშუალება. მაგრამ ამ არხსაც აქვს გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ აი დონაციებზეც მინდა ვისაუბროთ, აი ტრადიცია დიდად არ არის მედიისთვის დონაციების, თუმცა ჩვენ მისმინეზე დავიწყეთ ეს პრაქტიკა და აქვე ყველას მადლობა მინდა ვუთხრა თითოეული ლარის. მე ყველაზე გულისამაჩუყებელი იყო 5 და 10 ლარს რო რიცხავთ. ანუ ვიკა აი მართლა ეს რაც ეს არხი დავიწყეთ, იმის შემდეგ ყოველ დღე ვფიქრობ იმას, სად ვიშოვო ფული, იმიტომ რომ საერთაშორისო არხები გადაკეტილია მთლიანად. როცა გააქვს დიდი ორგანიზაცია, შენი ორგანიზაცია ისეთივე მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, რომ ასე მარტივად ვერ დაგარტყავს. ანუ შენი ძალა უნდა გააცნობიერო. ყველას უნდა ევროპა, არავის არ მოწონს ესენი, მაგრამ ხმას არ იღებენ, აი ჩირგვებში არიან გატრუნულები და უყურებენ აი ეს მოხუცი ხალხი, აი ჩვენ ხოვ დავდივართ იქ და ხოვ ხედავთ რა ასაკის ხალხი დადის და ახალგაზრდა გოგო ბიჭები როგორ წირავენ თავის თავისუფლებას, როგორ წირავენ თავის ჯანმრთელობას, როგორ წირავენ თავის შეიძლება ყველა ყოველდღიურობასაც, ცხოვრებას იმისათვის რომ ამ ქვეყანას შეუნარჩუნდეს ევროპული მომავალი და ის გარემო, სადაც ბიზნესი გაიფურჩქნება, ისინი უამრავ ფულს იშოვენ. ანუ აი ამ პატარა ბავშვებზე და მოხუც ქალებზე და კაცებზე დგას დღეს საქართველოს მომავალი და ქართული დემოკრატიის და სახელმწიფოს კეთილდღეობის მომავალი. და ამ კეთილდღე და ბიზნესის, მათ შორის ბიზნესის პირველ რიგში ბიზნესის. იმიტომ რომ ამათმა ძალიან კარგად იციან პირად საუბრებში გეტყვიან, რომ აი ესე თუ წავიდა ყველაფერი ახლა არ ვიცი, რამდენ თვეში, რამდენ იმაში, აი ყველაფერი ცუდად თუ წავიდა, ჩვენ რა გვეშველება, ესე წუწუნებენ. მაგრამ არც ერთს არ გააჩნია სოციალური პასუხისგებლობა. რამდენი ელჩი არ ვნახე, ყველა ელჩი ზუსტად ერთი და იგივეს მეუბნება და მგონია რომ ამათ ეს ერთმანეთში აქვთ ნალაპარაკები, რომ ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენ ვეხმარებოდით ამ ქვეყნის რაღაცა სამოქალაქო საზოგადოებას, ამდენი წლების განმავლობაში ვეხმარებოდით მედიას. ეხლა აღარა გვაქვს ეს საშუალება. თქვენ გაქვთ ფული, ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ფული გაქვთ და არ მჯერა, რომ მათ არ შეუძლიათ, თუნდაც ამ მჯერა, რომ ტერორია, მაგრამ ამ ტერორის მიღმა, რომ გზები ვერ გამონახონ, დასახმარებელი არ მჭერა. თან მით უმეტეს არის ესეთი კაცი ამ ქვეყანაში, რომელიც ყველას აჩვენებს, რომ შეუძლია ღიად რეკლამის მიტანა ოპოზიციურ არხებზე და ანუ ესეთ კრიტიკულ გადაცემებში. ხო არის ესეთი კაცი, ხო ყავს ესეთი კაცი, რომელსაც მართლა ძეგლი უნდა დაუდგათ ერთ დღეს ჩემი ღრმა რწმენით. ყველა მიხვდება ვიზაც ვლაპარაკობ, ხო? რომელიც არის მართლა სინდისი ქართული ბიზნესის. აი Facebook-ზე ყველაზე დასამახსოვრებელი კომენტარი, რომელიც შენს თავზე წაგიკითხავს, რა იყო? არ ვიცი, არ მახსოვს. არ რეაგირებ და არა, საერთოდ კომენტარებს არ ვკითხულობ. არ ჩემ თავზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დროს და ემოციას
ითხოვს და მართლი რომ საერთოდ ეს ემოცია და დრო ამაში უნდა დავხარჯო. ემოციებს ძალიან ვუფრთხილდები, იმიტომ რომ ძალიან ემოციური ვარ, იმიტომ რომ შეიძლება ერთმა ამბავმა, აი ხა მაგალითად კვირას ისე ცუდად ვიყავი, რომ მე ეს სტრესი მიგრძელდება რაღაცა რამდენიმე დღე და ძალიან ცუდად ვარ. როდის ხვდები რომ ინტერვიუ გამოგივი და აი შენ უნდა იყო კმაყოფილი თუ რეიტინგს ელოდები და საერთოდ რეიტინგი რას ნიშნავს? არასოდეს მე ვიყავი ერთ-ერთი რომელმაც ვთქვი რომ მე რეიტინგებს არ ვნახავ, იმიტომ რომ ეს არის სტრესული, არ მინდა სტრესი, იმიტომ რომ კიდევ ამბობ რომ აი ყველაფერი იმაზეა, რა დამზოგავ ბატარეაზე არ გადასული, იმიტომ რომ მე ვამბობ რომ მე ვერ გამოვიკიდები რეიტინგებს. მე მინდა რომ გავაკეთო ხარისხიანი გადაცემა. და ყველაზე ხარისხიანი რომელი იყო? არ ვიცი, იცი რა არის, ხა ესე ვერ ბოლო ინტერვიუ მაგალითად მომწონს და დღემდე ვამაყობ აი ივანიშვილთან ჩემი ინტერვიუსი. ამის შემდეგ ჰარტოქის შესაძლებლობა არ მომცემია, თუმცა ჰარტოქი არის უკიდურესად სტრესული. ეს არის წარმოუდგენელი სტრესი, ჰარტოქის კეთება. გადაჩეული ხარ თუ არა? იცი, სიამოვნებით გავაკეთებდი ეხლათ, არა, მინდება, ძალიან მინდება, მაგრამ ვინ მოვიყვანო, რა ვქნა, არ ვიცი. მაგრამ ისე მაშინ, ანუ რადგან ვერ ვაკეთებდი ამ ჰარტოქს, რადგან ვერაფერს ახალს ვერ ვთავაზობდი, ნუ სულ ექსპერიმენტებს ვატარებდი ამ ფორმატზე, მე დავიწყე ახალი ხალხის მოყვანა, ამ ხალხის გამოზდა, მათთვის პლატფორმის მიცემა და ეს იყო ჩემთვის რაღაცა მისიასავით, რომ ეს გამეკეთებინა და მე მგორი ახალი სახეები, ვიღაცები ერთხელ ლევან გიგუგლები კარო შენ გადაცემაში ვნახავთ ვიღაც სრულიად უცნობ ადამიანს და მე კიდევ ერთხელ ნახავთ კიდევ ერთხელ და მე უკვე სხვაგანაც ნახავ. კი, ესე იმიტომ რომ ვერავინ ვერ ბედავდა, მე არ მიყვარს პარაზიტირება აი ესეთი რესპონდენტზე, რომელიც არის პოპულარული, რომელიც თავისთავად არის რეიტინგული, ხო? ანუ ეს ჩემთვის მიუღებელია, მე მინდა რომ რაღაცა ახალი შინაარსი შევქმნა. იმიტომ რომ ახალი ხალხის მოყვანის ყველას ეშინია, ხო, შენ ციცი ტელევიზიაში როგორი სიტუაცია, არა ვაიმე ამის რეიტინგს არ დამიწერს რეიტინგი. ეხლა თუ ახალი ხალხი არ მოიყვანა და თუ მაშინ უძველი იქნება. არ ვიცი როგორ ლაპარაკობს, არის თუ არა ისევე ეფექტური ლაპარაკისას, როგორც წერისას. ამიტომ სვამდი რაღაცა 4 კაცში, 3 კაცში, იმიტომ რომ ის დააბალანსებს. ეხლა მაგალითად ლევან ყურაშვილის შემთხვევა იყო ყველაზე კარგი. ეხლა ლევანი არის ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერი. ეხა ახლების წევრია. ლევანს ხოდა თავის პატარა ბიზნესი, წერდა Facebook-ზე, ძალიან მომწონდა მისი Facebook პოსტები. და არაფერი კავშირი არ ქონდა არც მედიასთან, არავისთან, ანუ უბრალოდ ადრე, ხო, მე დავღუპე. ანუ ადრე რაღაცა რაგბიზე მიყავდა გადაცემა. რაგბი ასე რჩო. ხო და უთხარიო, ლევან, მოდი ვცადოთ და ოღონდ რომ მოვიდა, იცი, არ ვიცოდი რა უნდა დამეწერა ტიტრში, როგორ უნდა გამეტიტრა. ლევანი მაგალითად იყო, აი ეხლაც ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერი მათ შორის უკრაინის ომზე. აი მე მინდოდა ინტერვიუები გამეხადა სააზროვნო სივრცე. ანუ ის კი არა რომ დაწერილი კითხვები, რა ვიცი, რამდენი ხანი არის. არა, კითხვებს წერდი, როდესაც ჰარტოქი მქონდა, იმიტომ რომ ტვიში უნდა მქონდეს ეს სქემა აგებული, როგორ და რანაირად. მაგრამ ეს ინტერვიუები, ესე თქვა, საერთაშორისო პოლიტიკაზე, როცა ანალიზს ეხება, არის აბსოლუტურად იმპროვიზირებული ჩემი ინტერვიუები, იმიტომ რომ აქ მინდა მოусმინოს ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პასუხიდან, ბევრი კითხვა ანუ ბევრი კითხვა ვსვავ პასუხიდან გამომდინარე და მინდა რომ აი ეს პროცესი იყოს, სადაც ყველა ერთად ვაზროვნებთ, ყველა ერთმანეთს ვუსმენთ, ვაზროვნებთ და ერთად მსჯელობთ. ამიტომ ძალიან მკაცრად ისჯება ჩემ სტუდიაში ტელეფონის გამოყენება. ანუ კრძალავ, იმიტომ რომ მე ზიზღება, როდესაც ვხედავდი, აი ესეთი იყო. ერთი დაიწყებდა ლაპარაკს, მეორე სკროლავდა. მეორე დაიწყებდა ლაპარაკს, პირველი სკროლავდა, ან ჟურნალისტი სკროლავდა. რა ვიცი, მე ესეთი ინტერვიუ არ გამიგია, იმიტომ რომ თუ არ გვაინტერესებს ერთმანეთის საუბარი, მე საერთოდ რატო ვართ ერთად? შენ ინტერვიუ ქონია თითქმის, რა ვიცი, ყველასთან, ვინც ბოლო პერიოდის საქართველოში რაიმეს წყვეტდა ის რაღაც ბუში, ივანიშვილი. რო გთხოვო, რომ გაიხსენო, აი ყველაზე რთული რესპონდენტი რომელი იყო? ისე ზოგადად, ეხლა რო გითხარო, რომელიმე რესპონდენტთან ძალიან გამიჭერდა, თქვა არა. მაგრამ გამოვყოფ სამ ამბავს. ერთი ყველაზე რთულია ინტერვიუს გაკეთება ადამიანთან, რომელიც სულ ტყუის. ტყუის? ანუ ჰარტოქის გაკეთება, აი ტყუის, ანუ ან ყველა წინადადებაში უნდა ვთქვა, ტყუი ხართ
იმიტომ რომ შენ ხო რაღაცა ტაქტიკა გაქვს, რომ რაღაცა ლოგიკით მიდიხარ და რაღაცა ჩიხში მოამწყდებ, ხო? არა, ტყუილს გეუბნება. უბრალოდ ტყუილს გეუბნება და ეს ყველაზე რთულია, მაგრამ ეს ყველა ჰართოგის წამყვანი ამას გეტყვის, იმიტომ რომ ერთხელ BBC-ს ჰართოგს უყურებდი და რაღაცა რამდენი არგუმენტი მოუყვანა წაუკითხე, ყველაფერზე უთხრა რომ აი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ისა, ესა ყველაფერზე უთხრა რომ ტყუილია. აი უბრალოდ აქ აი ჩიხში ხარ რა, არიცი, მაშინ ყველაფერზე უნდა უთხრა რომ ტყუი ხარ. მეორე არის ენერგეტიკული ამბავი, ანუ არ წაყვანის ამბავი, ენერგეტიკულად მართლა დამშლელი იყო თია წულუკიანთან ეს ჩემი ცნობილი ინტერვიუ. მანამდე იყო მისული დათო პაიჭაძესთან. პირველ არხს მუშაობდით მაშინ საზოგადოებრივზე და დათო მითხრა, რომ ისე ცუდად გამხადაო ამ ინტერვიუმო. არა ორი დღე მართლა რძევს ვამდიო. ცნობილი ინტერვიუ, როცა თავისი დიპლომები რომ მოიტანა ჩარჩოში ჩასმული, მაგას ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ, ჩემი ყველაზე ცნობილი ინტერვიუ არის ეგ. ჯერ როგორ შემოვიდა სტუდიაში, ხო? რაღაცა აი ძალიან უხეშად მოიქცა, აი სკამი, რომელზეც დავსვით არ მოეწონა და რაღაცა საშინელი პრეტენზიები გამოთქვა და თქვა რომ მეორეჯერზე სკამი არ დამახვედროთ. აი ვინც არ უნდა იყოს, მე თან აი ყოველთვის მაქვს ესეთი შესავალი, ანუ მოთელვა, რომ სანამ ინტერვიუს დავიწყებთ, რაღაცა მოვთელო რესპონდენტი. მე შეიძლება ჰართოქი წავიყვანო, მაგრამ ადამიანურად ეს ნორმალური გარემო შევუქმნა. ნუ ეს რასაკვირველია, ხო არ გამოვიდა, მე ინტერვიუ იყო ისეთი როგორიც იყო, მაგრამ მე დათო პაიჭაძეს რო დავცინოდი, რომ მეთქი ხაი რა რესპონდენტმა როგორ შეიძლება მოახდინოს ესეთი გავლენა რაღაცა ენერგეტიკული, აი მართლა ყოფილა. აი მართლა ორი დღე ვიყავი ცუდად. და ყოფილა შენს კარიერაში შემთხვევა, როცა გინანია, სტუმარი, გადაცემა. აი თქვათ ჰართოქის დროს არ ყოფილვარ კმაყოფილი ჩემი თავით. ის რომ სტუმრისგან მეტი მოლოდინი მქონდა და არ გაამართლა. აი ხო შეგიმჩნევია რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობ ხო იცი და ყველა მსაყვედურობს მაგალითად ჩემი ქრის ჩათვლით რომ რამდენს ლაპარაკობ და აი როცა სტუმარი ანუ კი ბევრს ლაპარაკობ ვაღიარებ მაგრამ ნახე სტუმარი თუ ამართლებს აი შეიძლება ისე ილაპარაკოს და შენ ჩუნდები ის საერთოდ არ ჩავერი ანუ თუ მან კარგად წაიყვანა აწყო ამიტომ თუ ეკა კვესიტაძე ბევრს ლაპარაკობს, სტუმარს დააბრალეთ, ეკას ბრალი კი არ არის. ხანდახან იყო, რომ ანუ ზედმეტად ბევრს ვემზადებოდი გადაცემისთვის და იმდენი რამე ვიცოდი, რომ ანუ საერთაშორისო პოლიტიკაზე როგორც ჩოტიკა მაშაყირებს, ხო უნდა გამოამჟღავნოს, რომ ეხლა შენგან კი არ გავიგე, ხო მე ვიცოდი ეს პირველი. ანუ ჩოტიკა გეუბნება ხოლმე, გაკრიტიკებს. აი ვე ჩოტიკა ძალიან საყვალოდ მაშაყირებს. ჩემი ბავშვები და შოტიკო. ეს არის ყველაზე საყვარელი მომენტი და გაკრიტიკებს ხოლმე. ხო, რავი, თუ რამის თქვა უნდა, აუცილებლად მეუბნება, მაგრამ თან რაღაცა იუმორს ურევს, რომ მე ვიცი კარგად ეს ხა ბევრი რამე არ ვიცი ალბათ, მაგრამ აი ეს ნაწილი თქვენი ურთიერთობის და ძალიან მომხიბვლელია და რაღაცა ძალიან ჰარმონიული ურთიერთობაც გაქვთ და მისი იუმორი, შენი კისკისი, აი ეს სულ მესმის და მაგრამ არ მესმის ხოლმე, არ მომისმენია რაღაც რო საყვედურობდეს რამეს. არა, იცის, არა. შენ ხარ საოცარი დედა. ძალიან ბევრს ლაპარაკობ შენ შვილებზე. იწყებს ხოლმე ანდრიაზე და ლიზაზე საუბარს და ისინი აი ესე უსმენენ დედას, იმიტომ რომ მათ დიდად არ სიამოვნებ. თქვენ ვუთხართ ჩვენს მსმენელს, რომ არც ერთი არ არის საქართველოში. ერთი დიდ ბრიტანეთში სწავლობს, მეორე ამერიკაში სწავლობს, თვითონ ჩააბარეს, თვითონ იშრომეს, თვითონ მოიპოვეს დაფინანსება და გრანტები და არიან სრულიად წარმოუდგენელი, არ ვიცი, ახალგაზრდები, უკვე ბავშვებსაც ვეღარ დაუძახებ. ხო, ანდრია სწავლობს ბოსტონში, ტაფტში, მეორე კურსია ბიოქიმიას, სინთეტურ ბიოლოგიას სწავლობს, ბიოინჟინერიას, ძალიან სასაცილო იყო ერთად ხო ვიყავით დასასვენებლად და ნანი ბრეგვაძე იყო და რა სწავლობ შვილო და ამან თქვა სინთეტურ ბიოლოგიას და მოდიო ამიხსენიო. რა არის? ოღონდ ისე ამიხსენიო რომ გავიგო. სურათიც მაქვს ანდრია როგორ უხსენს ნანი ბრეგვაძეს რა არის სინთეტური ბიოლოგია და ვეუბნები მე რომ გაიგეთ მე ქალბატონი და
კი, სხვადასხვა გამაგებინა. ეს ჰარმონია, რომელიც არის შენს ოჯახში, დიდწილად ვის დამსახურებაა? რა, ყველას, იმიტომ რომ ერთ ცალხრივი არ იქნება, უფრო შოთიკოსი. აი, შოთიკო უფრო თავარი მოთამაშე. მაგრამ შენ როცა ჟურნალისტი იყავი და შოთიკო პოლიტიკოსი, იმ 9 წელს გულისხმობ, მაშინ იყო ეს გამოწვევა შენთვის? ძალიან სერიოზული გამოწვევა იყო, იმიტომ რომ უცებ აი მე მქონდა რაღაცა ჩემი კარიერა, რაღაცა როგორც ჟურნალისტის, რა ვქნა, ძალიან მიყვარდა ეს ჩემი ქმარი და იმდენად კარგი ურთიერთობა მქონდა, რომ პოლიტიკის გამო ვერ გავშორდი. მაგრამ მქონდა დრამატული. იცი რა, ერთხელ მქონდა, ერთხელ ერთი დიდი შეგამათება მქონდა უკვე ბოლოსკენ. როცა მე საპროტესტო აქციაზე ვიყავი გასული და ეგ ხო რა 12-ში და რაღაცა თანამდებობა მოკლედ იყო რაღაცა სხვა თანამდებობაზე და სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს ჩემს გამო დააქვეითეს. მოკლედ იყო ეს რაღაცა დრამატული ისა. ეხა ეს ძალიან ისეთი განცხადება თქვი. კი. შენს გამო დააქვეითეს შოთიკო. კი. ეგრე იყო. იმიტომ რომ შენ იდექი აქციაზე? და მაგრამ მე ვიყავი არასოდეს არ შოთიკო, აი მართლა არ ჩარეულა, არც არავინ არ ჩარეულა შოთიკოს გავლით. ეხლა არ სჭირდებოდა შოთიკოს გავლით ჩარევა, იმიტომ რომ ყველას გადასარევად ვიცნობდი და მით უმეტეს უმრავლესობასთან მეგობრობდი ვარდების რევოლუციამდე, ხო? მაგრამ აი ეს სტიგმა, რომ ეხლა ეს იმიტომ თქვა, იმიტომ გააკრიტიკა, რომ ეთყობა ბანო მერაბიშვილი დაპირისპირებულია იმასთან, ანუ რაღაცა, იმიტომ რომ მერაბიშვილთან, იმიტომ თქვა, რომ მისი კვრის პოზიციას იცავს. მე ჩამორთმეული მქონდა ჩემი სუვერენიტეტი როგორც ჟურნალის ამ აღქმაში და ვიყავი უტიაშვილის ცოლი. ეხლა გახდა კვესიტაძის ქმარი, აი. სასამართლიანია ცხოვრება. მოკლედ ძალიან მტკივნეული იყო და იყო პროფესიულად ძალიან შეურაცხმყოფელი ჩემთვის და ახლა ვარ უბედნიერესი და აღარასოდეს აღარ მინდა ჩემი ქმარი დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებ, რომ შოთიკო პოლიტიკოსი არ არის და არც ყოფილა, მაგრამ ეს არის ფანტასტიკური ჩინოვნიკი. აი მართლა მე მინახავს როგორ ითავსებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციებსაც, მაშინ როცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და ერთხელ ხოდა ძალიან სასაცილო ამბავი. კაცობრიო, იმაში ვარ, ტაბახმელაში ვართ და პატარა მყავს ანდრია და მოკლედ არ მოვიდა და რაღაცა დავურეკე ხამე და რაღაცა ძალიან ისე მომიშორა რა რაღაცა მითხა ძალიან სწრაფად თან ხო იცი სწრაფად რო ლაპარაკობს ვერ გაიგებხოთ კუც გაუპრასტი და ნუ ძალიან ამაყი ვარ რა ეს გაბრაზები ჩამოვედი ხა თბილისში და შემოვედი სახლში ლოგინი გასწორებული და ხა შოთიკო სახლში იყოს და ეგ სახლში წესრიგი იყოს და ლოგინი გასწორებული იყოს ეს ხო წარმოუდგენელია ფანტაზიის მიღმა და სახლში არ მოსულა, ზემოთ არ მოსულა, სახლში არ მოსულა. და აი საწავიდა. ნინო! კარმა წაიღო? საწავიდა და აი ეს რაღაცა ხო იცი ეს გროვდება და ამაყად წყავ ყვავილებს და არ ვიცი აი რა გროვდება ჩემში არ ვიცი და ამ დროს ჩავრთე ტელევიზორი და წითელ უბანში რუსული რაკეტა ჩამოვარდა საწყალი თელეგრამე იქ იყო და აი იმ დღეს დაურეკა 380 კაცმა ანუ ყველა საერთაშორისო რაღაცა ორგანიზაციის წარმომადგენელი ჟურნალისტები აი ყველა შოთები თქვენ ხო საგარეო საქმეთა სამინისტროს თუ ხარ აი იმის თქმა მინდა რომ ძალიან კარგი ჩინოვნიკი იყო მაგრამ არ მინდა არასოდეს რომ დაბრუნდეს ემიგრაციაზე გიფიქრია არ მინდა არ ვიცი არა იცი რა არის მიფიქრია იმ შემთხვევაში თუ უბრალოდ სხვა გამოსავალი არსებობს ეხლა კატეგორიულად არა და აი იმდენად ცუდად მოქმედებს ჩემზე ინფორმაციის გაგება რომ ვიღაცა წავიდა აი მანგრევს ყველაზე მეტად ეს მანგრევს იმიტომ რომ აი მე აი წარმოიდგინე რომ ეხლა ხვალ თქვან რომ აი ეკოკვესტაძე წავიდა ემიგრაციაში აი რამდენ ადამიანს გაუცრუვდება იმედი რამდენ ადამიანს ანუ ვისაც მე ვუყვარვარ ან ჩემი იმედი აქვს შეიძლება ძალიან ცოტა ასეთი ადამიანი ამ ქვეყანაში იმას კი არ ვამბობ რომ დიდი გავლენა მაქვს ან რამე მაგრამ აი
აი ვერაფრით არ შემიძლია, არ შემიძლია ახლა ამაზე ფიქრით, ან აი რა უნდა გავაკეთო ემიგრაციაში? ანუ არ ვიცი, მე ვარ მიჩეული ცხოვრება, სადაც ვარ აქტიური, სადაც ჩემი სოციალური როლი მაქვს, სადაც ვიბრძვი, სადაც ჩემი ფუნქცია ვიცი რაც არის და აი ამ ფუნქციის გარეშე ძალიან გამიჭირდება. არ გამოვრიცხავ არაფერს, ხა კედელთან თუ მიმაყენებენ დასახრეტად, ნუ მაშინ მომიწევს რომ რაღაცა ნაბიჯი გადავდგა. პოლიტიკაზე გიფიქრია, პოლიტიკაში. იცი, პოლიტიკაზე ყველა ჟურნალისტი ფიქრობს პოლიტიკაზე, მაგრამ მე მაგ ერთი ძალიან ცუდი თვისება, რაც პოლიტიკოსობას გამორიცხავს. ეს არის ჩემი აფექტურობა. ატიება შეგიძლია თუ დიდხანს ნახავ გულში წყენას? ვაიმე, არა, ყველა მაგიტომ მეჩხუბება ჩემი მეგობრები, მაგიტომ მეჩხუბებიან, რომ საერთოდ წყენას არათუ არ ვინახავ, მავიწყდება რაზე ვიყავი გაბრაზებული. პატიება არის ჩემი ყველაზე კარგი თვისება, აი მეზიზღება ბოღმიანი ხალხი, აი არ შემიძლია, რომ ბოღმა შენ გჭამს პირველ რიგში და რაღაცის შენახვა, აი წყენის შენახვა, არავითარ შემთხვევაში. რომ არა ჟურნალისტიკა, რომელ პროფესიას აირჩევდი? დიპლომატობას. მეგობრობა თუ ჭეშმარიტება? ჭეშმარიტება თალსახად. შენი საყვარელი საქმიანობა, პროფესიის მიღმა, შენი ჰობი? სერიალების ყურება მიყვარს. თაში სიარული და ცურვა და რაღაცა მაგას მოგატყუებ. კუმირი ვინ არის ჟურნალისტიკაში? ჩარლი როუზი და მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე, როცა PBS-ზე მუშაობდა და მიყავდა არაჩვეულებრივი გადაცემა, ნუ მართლა კუმირი თუ ვინმე ყოფილა ჩემთვის, იყო ჩარლი როუზი. და ეხლა მიყვარს ძალიან ამამპური. უბრალოდ აი, ნუ ყველაფერს პატივცან, თან აი უბრალოდ აი მიყვარს. და ძალიან მიყვარს მისი მოსმენა. ზღვა თუ მთაეკა? ზღვა. ზამთარი თუ ზაფხული? აი მე ზაფხული, მე იზღება ზამთარი. შოპინგი გიყვარს? გიждები. ძვირადღირებული ტანსაცმელი. ვერ ვიტან ძვირის მიცემას. ტანსაცმელში და მგონია რომ აი სიგიჟია და თავის მოვლის საშუალებები. კი, ანუ კრემები. ხო და ერთი წამი. აი დადგა ის მომენტი, კრემები და პრიზი სტუდიაში. ჩვენ გვაქვს შენთვის განსაკუთრებული საჩუქარი. ჩემი საყვარელი PSP, PSP-ს ვაქებ და ვადიდებ. მეც მიყვარს ჩემი ოჯახის ნამდვილად ჩემი ოჯახის აფთიაქი, იმიტომ რომ კუთხეშია იქვე და სახელობითად ვიცი გამყიდულები და მართლა კაი რაღაცები აქვთ ყოველგვარი რეკლამის გარეშე. PSP იმიტომ მიყვარს თან, რომ აი ყოველთვის ძალიან დიდი სიფრთხილით არჩევს ხოლმე ჩემი სტუმრებისთვის საჩუქარს და რა თქმა უნდა შენთვისაც ასე შეარჩია. ეს არის დამამშვიდებელი შრატი, softness paio, მართლაც ფანტასტიკური პროდუქტი არის. ხელს უშლის სიწითლეს და ამშვიდებს დისკომფორტის შეგრძნებას. ასევე ეს არის ადაპტოგენის დამატენიანებელი გელი. დამზადებულია 94%-ის ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელობას ანიჭებს შენ ხარისხიან პროდუქციას და იცოდნენ მათაც და ამიტომაც გამომიგზავნეს შენთან ასეთი ხარისხიანი პროდუქცია. დიდი მადლობა ასევე anti-pollution spray. არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდუქტი PAIO-სგან, ასევე რომელიც იცავს გარე დაბინძურებისგან კანს და ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაზე ძალიან ბევრს ვკითხულობთ, ამაზე ძალიან ბევრი რეკომენდაცია არსებობს და შენს კოსმეტიკურ მაგიდაზე ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტი მერწმუნა, იმიტომ რომ ამას პირადი გამოცდილებით გეუბნები. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა PSP-ს, რომ ეს არაჩვეულებრივი რაღაც საჩუქრები გამოგვიგზავნა და გამეთანხმები, რომ ამ ტიპის ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია და მე მართლა მიყვარს PSP. ხელის კანკალით ვაძლევ ხოლმე სტუმრებს, მინდა რომ ყველაფერი დავიტოვო, ხო. ერთი სული მაქვს ვნახო, რომელია შენი სამი ნივთი. ნივთების შემგროვებელი და მოყვარული არა ვარ, ამიტომ სხვა რაღაცები წამოვიღე. ეს არის ფოტო. 2005 წელს გადაღებული თეთრ სახლში. მე და ჯორჯ ბუში. ეხლა ამას სასაცილო ისტორიაც აქვს და სევდიანი ისტორიაც აქვს. მოკლედ, ხო გითხარი, რომ მამა ჩემს ქონდა ესეთი ოცნება, რომ მე ვაშინგტონიდან წამეყვანა რეპორტაჟები.
და ეხა რეპორტაჟების წაყვანა ერთია და პირველად ქვეყნის ისტორიაში რომ თეთრ სახლში წახვალ და ამერიკის პრეზიდენტთან ინტერვიუს აიღებ. ეხლა მახსოვს რომ დამირეკეს, შოკში ვიყავი. და მითხრეს რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა შენ შეგარჩე, იმიტომ რომ მანამდე ვიყავი Atlantic Council-ის senior fellow და ხშირად დავდიოდი სახელმწიფო დეპარტამენტში. და მოკლედ ეს ამბავი იყო, ანუ მე მეგონა რომ ამაზე დიდი მიღწევა ჩემთვის, ჩემს ცხოვრებაში აღარაფერი აღარ იქნებოდა რომ წვერვალს მივა. აი წარმოიდგინე, ეხლა თან საკმაოდ ახალგაზრდა ვარ აქ, რა ბედნიერი ვარ. მაგრამ თან ძალიან უბედური ვიყავი, იმიტომ რომ მამაჩემი ამას ვერ მოესწრო და საერთოდ ვერაფერს ვერ მოესწრო მამაჩემი ჩემსას, ვერ ჩემ შვილებს, ვერ ჩემ კარიერას, ვერაფერს არა და ქონდა წარმოუდგენლად დიდი მოლოდინი და აი რაღაცა მახსოვს აი როგორ მიყურებდა ჯეროდა რომ აი ყველაფერი გამომივიდო და რაღაცა ოცნებები ქონდა ჩემთან დაკავშირებით და თითქმის ყველა ოცნება აუსრულა, მაგრამ ვერცერთს ვერ მოესწრო. ამიტომ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი და დიდი სევდა, რომელიც არსად არ მიდის, აი არ მიდის არსად და სულ ჩემთან ერთად არის. და ანუ ყველა ბედნიერია, ვინც მშობლებს აუსრულა ოცნება და მშობლები ამას მოესწრო. მაგალითად დედაჩემი ხო, რომელიც ყველაფერს მოესწრო და ისე დაიღუპა, რომ აი არ ვიცი, ყველა საყვარელი ადამიანი მის გარშემო იყო და მას ზრუნავდა. და ეს არის დიდი სიმშვიდის მომტანი. ხო, ეხლა სასაცილო ისტორია იმიტომ იყო, რომ მაშინ მუშაობდი 24 საათში და მოკლედ ეხლა წარმოიდგინეთ რამხელა ამბავი 24 საათიც ელოდება, უნდა იყოს გამხსნელი ფოტო და რომ გადაგვიღეს ეს სურათი. ეს იყო აქ ჩამოსვლამდე, ანუ pre-trip interview იყო. აქ არის, იქ უნდა წასულიყო ნიდერლანდებში და ბალტიის ქვეყნებში, ამიტომ ყველა ჟურნალისტი არის ამ ინტერვიუზე და მოკლედ ველოდები ამ ინტერვიუს ხელმოწერით და ამბავი და მოვიდა ამ სურათს. მოვიდა სურათი მაგ საშინელი ცხვირის სურათში. არ ვიცი, აი ხო არის რაღაცა პოზა, რაღაცა არ ვიცი, აი გული გამისყდა რომ დავინახე. თან წარმოიდგინე რომ შენი კარიერის ერთ-ერთი მთავარი ფოტოა, მაგრამ ამ ფოტოში ხარ საშინლად. და მოკლედ ამ მაშინ განცდებში ვარ 24 საათის newsroom-ში და ყავდა ერთი კინდერა. მითხარ რომ რას ნერვიულობ, წამოდიო და ფოტოშოპს გავუკეთებ შენ ცხვირს. ეს არის პირველი და ბოლო ფოტოშოპი. ანუ აქ ფოტოშოპი. ხო, წვერი გამისწორა ცოტა. ხო და რაღაცა კი ვფიქრობ ცოტა სხვანაირი. ხო და ფოტოშოპი შედეგი ვარ. ნუ იმას ჯობდა ალბათ რომ შეხედავდი, მაგრამ ნუ არ ვიცი, ძალიან სასაცილო და ამაზე მე და სოფო ძალიან ბევრს ვიცინოდი. ანუ ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფოტო და ფოტოშოპი. ხო. კაი. კიდევ ერთი ნიფთი გექნება. კიდევ ორი უნდა კონდეს. ჩავლებრივი ჭიქა. რა ლამაზია. ეს ჭიქა არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი, იმიტომ რომ ისე მამიდა ჩემს ეკუთვნოდა და უყვარდა. და მამიდა ჩემი არის ჩემ ცხოვრებაში არის ამბობთ მოგონებები, ეხლა უკვე მოგონებები არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი წელი მასთან გავატარე, დედასავით მზრდი და იმიტომ რომ იყო წარმოუდგენლად ტრაგიკული ადამიანი, ორი შვილი დაეღუპა და 3 წლის ვიყავი, ოღონდ ძალიან კარგად მახსოვს შვილი რომ დაეღუპა და რამდენიმე წელი მასთან გავატარე, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ გადარჩებოდა ისე. მე უკვე მოგვიანებით მეორე შვილიც დაეღუპა და იყო არ ვიცი, ჩემთვის ბერძნული ტრაგედიის გმირი. თან ამ დროს ბოლო წუთამდე მუშაობდა და მასწავლებელი იყო და თუ ვინმე სკოლაში არ მოვიდოდა მისი მოსწავლე სახლში ადგებოდა რომ გაერკვია რის გამო არ იყო. ცუდად ხო არ იყო, რამე ხო არ უჭერდა. წარმოუდგენლად დიდი ადამიანი იყო, აი მართლა და სულ მთელი ბავშვობა მქონდა იმის განცდა, რომ აი რაღაცა გამეკეთებინა ისეთი, რაც აი მამიდა ჩემის დაუმსახურა, ანუ ისეთი ცხოვრების კომპენსაცია რაღაცნაირად, რომ აი თითქოს ეს ჩემი წარმატებაც მამიდა ჩემისთვის მიმიწყნა, რომელიც აი ამ ადამიანური ტრაგედიებით წარმოუდგენლად
დიდი ქალი იყო, ძალიან მაგარი პროფესიონალი, ძალიან დიდ რაღაცებისთვის შეეძლო მიეღწია და აი ვქონდა ეს განცდა, რომ იცი რა, მე რაღაცნაირად კომპენსაცია უნდა მოვახდინო ამის და ეს ჩემი წარმატება მამიდაჩემს და მიუძღვნა და თან აი ჩემთვის მამაჩემის და მამიდაჩემის ურთიერთობა იყო წარმოუდგენლად ძვირფასი. ეს ვერ წარმოიდგენ როგორი ურთიერთობა იყო. თან ერქვა მერი და რობერტი. ოღონ ამაზე ახლა ესეთი ისტორიაც არის, იმიტომ რომ ახლა ჩემი ასაკის ხალხი ჩვენ გავიზარდეთ ჯულ ვერნზე და კაპიტან გრანტის შვილები მერი და რობერტი და თელი ბავშვობა მეგონა რომ ბებიაჩემმა დაარქვა მამიდაჩემს და მამაჩემს მერი და რობერტი ამ კაპიტან გრანტის შვილების გამო. და ამას ეჭვიც არ მეპარებოდა და ეს რაღაცა წარმოუდგენელ რომანტიზმს ძენდა ამ ამბავს და ერთხელ ვუთხარი რომ მეთქი ხო მერი და რობერტი ხო ამის გამო დაარქვით ხო და არა კაცო რობერტი მამაშენს დავარქვიო რობერტ კოხის საპატივცემლოდ და რობერტ კოხი იცივდა რომ კოხის ჭხირი რო აღმოაჩინა დაი თელი ჩემი ბავშვობის რომანტიზმი კაპიტან გრანტის შვილებთან დაკავშირებული ერთი აი კოხის ჭხირი დამიწდა და მესამე ამბავი ისა მესამე მინდო და მომეტანა ისა აი ხო ხედავ მართლა დაუბერდი ბებია აი გარშ ტრიალებ ჩემი ოჯახის წევრების გარშემო საბანს ხო ვერ მოვიტანდი საბნით რომ მოსულიყავი, მაგრამ ბებიაჩემამ შემიკერა ის იმ სოფელში თავისი ხელით საბნები. იცი როგორ ქვემოთ ჩითირო იყო და ზემოთ ატლასი. ჩვენც გქნებოდა. კი ბატონო. და გადაფენილი აივანზე. აი და მითხრა რომ ბებო ეს შენი საბნები ესე მითხრა და მე საბნები წამოვიღე და ყველგან თან დამაქვს. არ ვცვლი ცოცხალი თავით რამდენი წელი გავიდა, აი საბანი უნდა იყოს ჩემთან. ჩემი საბანი უნდა იყოს, იმიტომ რომ განცდა მაქვს, რომ აი ბებია ჩემი მისი ხელით შეკერილი საბანი საბნის სახით სულ ჩემთან არის. აი ეხლა შენს თვალწინ უნდა ვკითხო ChatGPT-ს რა კითხვას დაუსვამდი ეკა კვესიტაძეს და ბოლო დროს ვეუბნები რომ იყოს კითხვა ცოტა კრეატიული, არა ბანალური. და რაო? გამოდის? დღეს რომ მისი შვილი ირჩევდეს ჟურნალისტიკას როგორც პროფესიას, დაარიგებდა თუ გადააფიქრებინებდაო? საერთოდ დავფიქრო რამე პროფესია უნდა გადააფიქრებინო შენ შულს. აი მაგალითად ფიქრობ რომ თუმცა ChatGPT მიცის რა რთულია ჟურნალისტობა. კი, მაგრამ რა ვიცი, შენ როგორც დედას გეკითხება. მაგრამ მარტივი არც ერთი პროფესია არ არის თუ მას კარგად აკეთებ. ანუ ეს რა რაღაცა არ მინდა რომ ჩემი შვილი ის იყოს, ან ეს იყოს, ეს იყოს, რაც თვითონ უნდა ის უნდა იყოს და მაგრამ შენ გინდა რომ მოისურვებდი? მე ვფიქრობ რომ მაგალითად ლიზა აქვს ძალიან კარგი უნარები ჟურნალისტისთვის. ძალიან კარგი უნარები. მე კი მინდა რომ ის სიმღერას გავყვეს. მე კი მინდა რომ ლიზა მომღერალი გამოვიდეს, იმიტომ რომ მისი ხმა არის ჩემი ცხოვრების მთავარი გულის მალამო. მაგრამ თუ თქვათ სხვა კარიერას აირჩევს, არ ვიცი ზუსტად რას აირჩევს, იმიტომ რომ ეხლა A-level-ზე ბრიტანეთში სწავლობს პოლიტიკას, ეკონომიკას და ისტორიას. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც არის, იმიტომ რომ მე სუმიდოდ ხო, ისტორიის ცოდნა ბევრად უფრო ვიდრე საერთაშორისო ჟურნალისტიკაზე. ისტორიის ცოდნის გარეშე უბრალოდ არც პოლიტიკა გეცოდინება და ვერ ჟურნალისტი, კარგი ჟურნალისტი ვერ იქნება. ყველას ამას ვეუბნები და მოკლედ ეკა დაარიგებდა მის შვილს, თუ კი ლიზა მოინდომებდა ჟურნალისტიკას, არ გადააფიქრებინებდი და არ ეტყოდი რომ ეს არის ის რაც ახლა შენ არა, პირიქით ხელ შეუწყობდი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ჩემი აზრით იყავი ძალიან საინტერესო და განსხვავებული რესპონდენტი. კი, შენ ხშირად არ ახარ რესპონდენტი, ჯერ ისედაც განსხვავებულ ამპლუაში იყავი, მაგრამ მე მგონი ისაც თემებზე ვისაუბრეთ და ისაც საკითხებზე, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო შენი მოსმენა და იმედია ჩვენი მაყურებლისთვისაც. მადლობა შენ. მე დაგემშვიდობებით, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ეკა კვესიტაძე. რა თქმა უნდა გამოგვიწეროთ, უნდა იაქტიუროთ და შეგიძლიათ მომწეროთ, ვის ისურვებდით შემდეგი გადაცემის სტუმრად. გემშვიდობებით.